თბილისში, საიდანაც ხალხის გამოსახლება იძულებით მიმდინარეობს, ახლა აზერბაიჯანელ ბიზნესმენს ეკუთვნის, მასზე ქონება 2023 წლის ბოლოს გადაფორმდა, მანამდე კი ამ ტერიტორიაზე შენობა ნაგებობებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის ოჯახი ფლობდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, თბილისში თვალჭრალიძის ქუჩაზე ამ ტერიტორიის მფლობელი კომპანია შეპესე Black Sea Property-ა, ამ კომპანიას კი 2023 წლის 28 დეკემბრამდე შეპესე აგრეგატი Smart Development-ი ფლობდა. თავის მხრივ კი ეს კომპანია Smart Capital Group-ს ეკუთვნის, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის საკუთრებაა. სხვადასხვა ინფორმაციებს ვდებულობდით, რომ ხან ჩხარტიშვილის იყო, ხან რაღაც შეპესესი იყო, ხან ვისი იყო, რა ვიცი. ეს კი ვიცოდით, ვიცოდით. აი ამბობენ მაგალითად აქ ადამიანები, რომ მუქარები იყო, რომ გადიჭდა ცალეთ ფართები. კი, მოდიოდნენ, საახსრულებლო მოდიოდა და გვეუბნოდნენ დაცალეთ ფართები და არ არსებობსო აქაო, არავინ არ გაგაჩერებთო. არასოდეს დაინტერესებულან ამ ხალხის ბედით. რომ აი, თქვა, კი ბატონო, გააგვიყვანე, მაგრამ სადმე წაგვიყვანონ? აქ უნდა ვათენოთ და ვაყამოთ? ცოდოები არ არიან, დღეს თქვენც დაინახეთ, რანაირად ტიროდნენ ბავშვები და რა დღეში იყვნენ. დილის მერე მშივრები არიან ბავშვები, ამ ხალხის საცოდაობა სად მეუდის კალაძე? სადღაც 2023-ში ალბათ აქ ცხოვრობდით ჩვენ. ხო და ჩვენ ისეთ დროს გავიგეთ ეს ყველაფერი, რომ კერძო პიროვნების იყო, მაშინ არ იყო ეგ კერძო პიროვნების და მერე გაასხვისეს. ეხლა ვაფშე სხვაზე გაასხვისეს, არავითარი მოლაპარაკება არ ყოფილა, მხოლოდ და მხოლოდ მოდიოდნენ მუქარით. რა მუქარი? მუქარით, რომ აი ფაქტის სახეზეა, რაც დღეს მოხდა, ანალოგიური მუქარით მოდიოდნენ ყოველთვის. უნდა გახვიდეთ. დიდი ალბათობით და სავარაუდოდ მიდის ჩხარტიშვილების ოჯახისკენ ეს ყველაფერი რომ არის ჩხარტიშვილების 50-50-ზე წილის მფლობელი. დირექტორად არის აზერბაიჯანის მოქალაქე, რომ იძახიან, რომ ზოგი 2 წლის უკან შესახდა, ზოგი 3 წლის არიან ადამიანები, რომლებსაც 2008 წლიდან აქვთ, როგორც ამბობენ, მერიისთვის მიმართული ფართების დაკანონებაზე, თუნდაც პირდაპირ შესყიდვის დაკანონებაზე და ასე შემდეგ. თუ არის კერძო საკუთრება, კერძო საკუთრებას მიტოვებული არ იქნებოდა უნაყოლო და დაცვა და რატო არავინ არ უთხრა, რომ იცით რა, ეს არის ჩვენი საკუთრება და მაშინვე უნდა გაფრთხილებულიყო ეს ხალხი. ახლა მეუბნებიან, დაწერილი მაქვს 3 წლის უკან რაღაცა ადრე მრავალშვილიანობისო და ეხლა გაგაყოფილესო 50,000 ლარი. დამცინია მე მგონი ეს ხალხი და ჩემი ნერვებზე თამაში. ეხლა დღეს გაიგეთ? ამ წუთას გავიგეთ. თავიდან როცა 10 კაცი იყო შემოსული და სანამ ხალხი გახდებოდა ამდენი, ისა რა ქვია, სად იყო მე პატრონე მაშინ, თავი დროზე მოეხდინათ რეაგირება და ამ ხალხისთვის იმედი არ მიეცა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამ დოკუმენტებით დგინდება, რომ თვალჭრალიძის პირველ ნომერში ამ ტერიტორიის მფლობელი 2023 წლის 28 დეკემბრამდე სწორედ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყო. კომპანია Black Sea Property აზერბაიჯანელ ბიზნესმენზე 2023 წლის დეკემბერში გადაფორმდა. იმ დროს კი იქ უკვე ცხოვრობდნენ უკანონოდ შეჭრილი მოქალაქეები. დოკუმენტების თანახმად ნაზყიდობის ღირებულება 12 მილიონი დოლარია. ახლა ჩნდება კითხვა, ტერიტორია რეალურად გაიყიდა თუ აზერბაიჯანელი ბიზნესმენები საქმეში სხვა მოტივით გამოჩნდნენ. მადლობა პირველების პირდაპირ ეთერში ლიზა ლასარეიშვილი საუბრობდა.